გამარჯობა. დღეს 2025 წლის 24 ივნისია. დღე როცა კიდევ ერთი ოცნება ავისრულე, მე ლადო ვარ, ეს ჩვენი მოტოლოგია და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვეიცარიაში. ეს შვეიცარია, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა. აქ მოგზაურობაზე დიდხანს ვოცნებობდი და ამ მომენტში სწორედ ჩემი ბავშვობის ოცნების ასახდენად მივდივარ ზუსტად იმ მოტოციკლით, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმნით ამ მოგზაურობისთვის. და ვფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზი მოტოციკლია, რომელსაც ოდესმე შვეიცარიის გზებზე გავუდია. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ მოხდა, როგორც გეკმაოთ. მიშა, დასვი დრონი. დასვი მალე. Have to come with us now. მე რეგეთყვით რატო ვართ და როგორ ვართ. Jandovo! Merte rasilo mozio! Haidera! Harimidera! Dite! Გონი არა რაღაცა ფილმში ვარ და აი აქ მოვხდი ან ფილმიდან, ან ზღაპრიდან, ან სიზმრიდან. არ ვიცი, საოცრად ლამაზია აი ეს ყველაფერი. ვერ ვიჯერებ, რომ ეხა არ მიცინავს და აი ამ სილამაზეს ლაივში, რეალში უყურებ. Bicho! Where do we get it, bro? It's real, bro. აი ამ ლამაზ სახლში ვიყავით. აი ესე. აი აქ ვიყავით ჩვენ და დილით რო გამოვიხედეთ, იყო საოცრად ლამაზი ხედი. ამ ხედზე მივივთვით დილით 13 თუ ახშამი თუ სადილი რომელიც არის მოკლედ ეგ და ეხლა აი ეგ არის ჩემი ლამაზმანი. აქ ჩაბაგდებიან მიშა ნასტე და მარიამი. გამარჯობათ ყველას.
დავითიდან ეხა გავიდნენ 5 წუთია აქედან და ვაგრძელებთ გზას. მარიო, როგორ ახარ, მარიო? ხოძე ხარ? კაი გოგო ხარ შენ? ნას კაი გოგოები ხართ, კაი. დავიძრათ და ნახოთ თან დავთქმეთ აი ამ ულამაზესი ხედებით, რომელიც გუშინ ღამით გამოვიარე და ფაქტიურად არ მინახავ სად მოვდიოდი და სად ვრჩებოდი გუშინ. ჯანდაბა. ჯანდაბა, რა სილამაზეა. ყველგან არიან ეს ჯგუფებად ჩამოსული მოტოტურისტები და ესე ჯგუფურად რჩებიან ხოლმე სასტუმროებში და ამ სასტუმროებსაც რამდენიმე სასტუმრო ნახეთ, რომლებიც კონკრეტულად ადაპტირებული იყო მოტოჯგუფებზე რა. აი თქვა იმდენად ხშირად რჩებიან ხოლმე ეს სასტუმროებში, რომ მათ გაუკეთეს ადაპტაცია ამ მოტოტურისტებს. ნუ ადაპტაციაში გულისხმობა ის, რომ სპეციალური მოტოციკლეტების პარკინგი იყო, სადგომი სპეციალური, დასასერვისებელი ზონა ჰქონდა რამდენიმე სასტუმროს ნახეთ. და ისინი რა ქვია ნომრები, რომლებიც ზუსტად მოტოციკლეტების ზევით იყო რა. აი საოცარი გზნობა, აი ვერა გიხსნით რა, აქ თუ არ მოხვედით და აი შვეიცარიის ულამაზესი ლოკაციები არ ნახეთ თქვენ თვითონ, რამდენიც არ უნდა გესაუბროთ ამ სილამაზეებზე ვერ მიხვდებით რა. კამერაში დამიჯერეთ არ აღიქმება ეს ყველაფერი ისე, როგორც რეალურად არის. რაღაც ცხოველები იყო და ვერ დავინახე. ძალიან ულამაზია და ბედნიერესი ვარ, რომ აი ამ ლოკაციაზე მე შემიძლია ჩემ ბაიკით მოვკატაობდე ახლა. ყველას გისურვებ გავს ბედნიერებას რომ გამოსცადოთ. ყველას გისურვებ რომ გქონდეთ მაგის შესაძლებლობა რომ აი ესე მოტოციკლით აი ამ როუდებზე იკატაოთ და შეიგრძნოთ ეს ულამაზე თქვენ. აუ იმედი მაქვს იმას არავინ იტყვის საქართველოს არ გევასებაო რა, მაგრამ ხო საოცრად მაგრად მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ რაც არ უნდა მაგრად მიყვარდეს, ვერ ვიტყვი იმას, რომ საქართველოს ლამაზი ადგილები არ არსებობს რა, არიან ზოგნი, რომლებიც ამას საუბრობენ, მაგრამ ვერ დავეთანხმები რა. შეიძლება გქონდეს ულამაზესი ლოკაციები, თუმცა არ გვაქვს. ოღონდ არ გვაქვს, იმიტომ რომ ადამიანური რესურსი არ ჩაგვიდია ამაში რა. ეს ყველაფერი არის ადამიანების მიერ მოვლილი, შექმნილი, დაორგანიზებული და შემდეგ შესრულებული. ზუსტად იგივენაირ ქვეყანაში შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენც, რაც არის შვეიცარია. იგივე ლანდშაფტი გვაქვს ჩვენც, რაც შვეიცარიას, უბრალოდ ჭირდება ამ ყველაფერს სწორი გამოყენება, სწორი მიზნობრივი დაგეგმარება და შემდეგ ამ ყველაფრის სწორად ასრულება. მხოლოდ ეს მეტი არაფერი, მხოლოდ ადამიანური რესურსი არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავდეს კი არა, შეიძლება გადაასროს კიდეც შვეიცარიას. თავარი არის უბრალოდ აი ეს ყველაფერი, რაც ამათმა თავიანთი საკუთარი ხელებით ჯერ დაგეგმეს და შემდეგ შეასრულეს, ეს ყველაფერი ჩვენც გავაკეთოთ და არ დაგვეზაროს შრომა. და მივიღებთ აი ამ ულამაზეს ქვეყნის მაგვარ საოცრად ლამაზ ქვეყანას. არაკლია ჩვენ ქვეყანას სილამაზე, არაკლია ჩვენ ქვეყანას ადგილები, რომელთაც აღფრთოვანებულები არიან ტურისტები, თუმცა ჩვენ არ ვუვლით ჩვენს ქვეყანას და ეს ამაზე ძალიან წყდება გული. რაღაცა გვირაბი ვნახეთ, რომელთაც მივდივართ საფეხმავლო ხიდისკენ და ვნახოთ, აბა გავჩერდით სპეციალურად გავჩერდით აქ მოტოციკლეტიც და მანქანაც რომ ეს გვირაბი და ეს ხიდი გაგვიარება ვნახოთ, აბა რა დამკვდება წინ. აი ესეთი გვირაბი არის. Hello, აი ტარზანი შეგხვდა. აქ არის. აქ როგორ უყრიათ ესენი? Sorry? შეიძლება რომ შუაში აროთ და ჩაოლობრივად გავუვლით რა. Вообще არ გოშინია.
აბა, ნასტიძეს? აგე მარიამი ესე უშიშრად გავარდა და მიეძალა აი ამ ხიდს. აი, ვაფშე არ ანაღლებს, არ ანერვიულებს. გიჟია იმენა, რაგულია, როგორ. აბა, როგორ ძანდები? გასიკიშია. იქ მიდი, ცოტა კიდე შევს და ჩაიხედე. გონია რომ ზღაპარში ვარ უბრალოდ და ვერ აგიხსნით. კამერაში მართლა არ ჩანს, დარწმუნებული ვარ რომ არ ჩანს. 50% კი არა 30%-იც არ ჩანს იმისი, რაც რეალურად ლაივში აი ეგ ხდება რა. საოცარი გზნობაა და მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს, ვინც აი ესე იმედით წერდით და მეუბნებოდით, რომ კი, შენ ალბათ ნახავ ამ საოცარ ლოკაციას. ვოუ, ძალიან გაოფილი ვარ. ახ, ფთოვანებას ვერ ვალო. როგორ ხართ? Nice! სხვათა შორის ეცოდი ეგ არის 50 ლარიანი წყალი. არ გადაობ მართლა გეუბნე. 50 ლარი. შეინახე. ბავშვებს წავუღოთ და შთამომავლობას დავალევინოთ. Tamo. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი არხის გენერალურ სპონსორ Leader Sports, ასევე ძალიან დიდი მადლობა Motuls, Tegeta Motors, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი არის Motuls საქართველოში. ასევე უღრმესი მადლობა მეგობრობისთვის და გვერდშიდგომისთვის Snacks და Mobinex. აი ამ 4 მეგობარი კომპანიის დახმარებით მე დღეს მაქვს საშუალება რომ შვეიცარიის აი ამ საოცარ ლოკაციებზე ვიარო ჩემი მოტოციკლით და ეს ყველაფერი განახოთ თქვენც. შეძლებს და გვარად კამერაში რაც გამოჩნდება რა თქმა უნდა. საოცრებაა, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის და მთელი გულით გისურვებთ რომ თქვენც შეგეძლოთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დატკბეთ აი ამ ყველაფრით. ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც გქონდეთ საშუალება რომ მოტოციკლით აი ეს ყველაფერი შეიძინოთ საკუთარ თავზე. მადლობა ძალიან დიდი მეგობრებო მხარდაჭერისთვის და ინტერესისთვის, რომელსაც გამოხატავდით. როცა აქ მოვდიოდით, მეც და დავითიც. დავითი უბრალოდ ახლა სხვა გზით არის წასული, სხვა ლოკაციების ნახვა უნდა მას. მე ამ ლოკაციაზე მივდივარ, ახლა სადაც თქვენ განახებთ. ესენიც მან მიდია. მოკლედ, არ ვიცი, შოქში ვარ და ძალიან დიდი მადლობა ყველა მხარდაჭერს აბსოლუტურად, ვინც კი გვერდში დამიდგა აი ამ პროექტში, რომ ეს პროექტი ნამდვილად განხორციელებულიყო. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო.
მიშა, დასვი დრონი. დასვი მალე. Yeah. Hey. Yeah. Flipping the script from my old ways. Flick up the switch, I'm in flow state. Commas, I'm going through growing pains. I wasn't used to being so gross. I tighten the threads at a crochet. I wake up to cushion some OJ. The last tape I dropped was a rollway. It's yellow, I swear it's a Coldplay. Viva la vida, I'm swiping the Visa. We working, I'm taking off no days. Cause we throwing shots like a gun range. So we finally make it to front page. ვისაც ჩვენი შარშანდელი ევროტურის ვიდეოები გაქვთ ნანახი, გემახსოვრებათ, რომ გერმანიის პოლიციამ დრონის აფრენის გამო დაგვაჯარიმა. შესაბამისად, ვცდილობთ შვეიცარიის პოლიციას თვალში ნაკლებად მოვხვედროთ და ამჯერად მგონი გადავრჩით. მაგრამ გადავრჩით რომ ისინი არიან. Hi. Hello. ხო, ნამდვილად ვერ გადავრჩით და საქმე იმაზე გაცილებით სულად აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. დრონის აფრენის გამო არ დაუჯარიმები ვართ, სამწუხაროდ. მოკლედ რომ გითხრათ, რუკაზე შემთხვევით გადასახვის გავწდი და გზა 2 საათნახევრით დამეგრძელდა. ამდენი დროის დაკარგვა რა თქმა უნდა არ მსურდა. ისედაც სულ რაღაც 2 დღით ვიყავი შვეიცარიაში და უამრავი რამის ნახვა მინდოდა მომესწრო. ამიტომ ქართულ ჯიგრულ პონჩი გადავწყვიტე დაახლოებით 150 მეტრი ჟარგონულად რომ ვთქვათ პროცივზე გამევლო. სამწუხაროდ თურმე ეს ყველაფერი იქვე მდგარ პოლიციის ეკიპაჟს არ გამოპარვია. დაახლოებით 9 საათის შემდეგ დამეწია და საკმაოდ უკვე ჯარიმითაც დამასაჩუქრა. რამდენი ჩამოგაჭრე შეჭამი? ცოტა. 3500 ევრო. ადა? სერიოზულად? პიზდა. ეს გეფრთხილება. ხო, ვაღიარებ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო, რაც კი ცხოვრებაში ოდესმე მიმიღია. პრინციპში ყველაზე ძვირიანიც. 150 მეტრის გავლა, სულ რაღაც 3500 შვეიცარიული ფრანკი დამეჭდა. რაც დღევანდელი კურსით 12000 ლარამდეა. ხო, არ მოგესმით. 12000 ლარი. ამის გამო ხასიათი არ გამბუჭებიათ ხო რომ გითხრათ, რა თქმა უნდა მოგატყუით. მაგრამ ცხოვრებაში უარესი რაღაცეებიც ხდება. თან მე ხომ უკვე 100 ახლოს ვიყავი ჩემი ოცნების ახდებასთან. მოკლედ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ საქართველოდან. ჩემი გოგონათი მოვაღწია ამ ლოკაციამდე. შვეიცარიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ის ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც მინდოდა რომ მენახა. ოღონდ არ მინდოდა მენახა, უბრალოდ ჩამოფრენით და შემდეგ რაღაც ნაქირავები მანქანი და ასე შემდეგ. კონკრეტულად აი ამ მოტოციკლით მინდოდა რომ მოსულიყავი აქ და ესოცნება, მქონდა ძალიან დიდი ხანია. ამ მოტოციკლეთის გაკეთების და შექმნის ერთ-ერთი იდეაც იყო ზუსტად ეგ რომ აი ამ ლოკაციაზე ეს მოტოციკლი ყოფილიყო, თუმცა არ ვამბობდი წინასწარ ამას და არ ვიცი, უბრალოდ შოკში ვარ, ემოციებს ვერ მალავ. ეს ადგილი ჩემთვის არის ძალიან ბევრს ნიშნავს უბრალოდ ეს ადგილი და ლოკაცია და სიტუაცია, რომ ეს მე რაც შანაფიქრი მქონდა ავისრულე. ეს არის ადგილი, სადაც აკრავენ კლუბები თავიანთ სტიკერებს, ჩვენი მოტოვლოგის ლოგო და თუ ვინმე აქ მოხვდებით, ძალიან გამიხარდება თუ აი ამასთან რაიმე სელფს გადაიღებთ და მოგნიშნავთ. ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულიც, მოტივაციაც შემდეგი ტურისთვის. ძალიან მადლობა ამისთვის ყველას.
ყველა გულშემატკივრას. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. პირველ რიგში ლიდერ სპორტს, ჩემს გვერდში მდგომ კომპანიას, რომელიც არის ჩვენი არხის გენერალური სპონსორი, ასევე უდიდესი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის ოფიციალური წარმომადგენელი Motolis საქართველოში და ასევე ძალიან დიდი მადლობა Mobinex და Snex იმისთვის, რომ დაიჯერეს ჩვენი გვენდნენ და ნამდვილად ირწმუნეს, რომ ჩვენ აი ამ მოტოციკლით მე ჩემ გუნდთან ერთად აი აქ მოვიდოდი. მოკლედ უბრალოდ გამოგვიწერეთ. წინ ძალიან დიდი თავგადასავალი გველოდება და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად მთელი ევროპის მანძილზე.